დაჭმაში და დაპირისპირება ამაზე საუბრობ. დიდი ხანია თავიდან ეს ესე არ არის, მე დაიჭირეს მიქაუტაძე, ყავდნენ რიჟვაძეს, დაიჭირეს რაღაცა იქ ბიზნესმენები, თავს ესხმიან აგერ ჯუაშენ ბურჭულაძეზე თქვიდა, სხვათა შორის მადლობა გადასახდელი დაკავებული რო არ არის, იმიტომ რომ ანუ მე რო აფორსირებ ასე თქვა და ეს ყველაფერი მე ემთხვევა, ახლა თავს იკავებენ რომ იცი რა მოიცა კაცო გუშინ თქვა ხაბეიშვილმა რომ ჯუაშენს დაიჭერენ და დღეს ვარ დავიჭერთ 5 დღეა სხვათა შორის იმ ეთერიდან გასვლა და მისი მოადგილე დაიჭერეს. ნათესავი დაიჭერეს, ხო ესენი ნათესავს დედას არ აღიქვამენ, ხო? ნათესავი არ არისო დედაო და წარმოიდგინეთ როგორი ახლობელია ჯუანშერის და იქვე ყვებოდე ბრიფინგზე რომ ჯუანშერის სახელით რაღაცა ტენდერებს ალაგებდა, ხო? გაძარცვა თავდაცვის სამინისტრო ჯუანშერ ბურჭულაძემ, ამაზე მე ხშირად საუბრობდი თქვენი ეთერი უამრავი სიუჟეტი აქვს ნოდარმელაძეს ამაზე მომზადებული რომ ის კორუმპირებულია, თუმცა ახლა სხვა რეალობაა. ნახეთ თქვენ ახლა კიდე პოლიტიკური შეფასება კი არ ჭირდება ამაზე, ბიზნეს კარზე რა ხდება, მოდი იმენით მოგიყვებით. გაუჭირდა ოფში აქ ძმაო, მაფიოზ ივანიშვილს გაუჭირდა, იმიტომ რომ სანქციები მუშაობს და ქეშ დაეძებს და მიადგა ყველას და ეუბნება რომ მილიონები დაყაჭენ ძმებო. ამიტომ ეხლა ბურჭულაძე გუშინ დაკავებული ყავდათ მე რაც ვიცი, მთელი დღის განმავლობაში გამოუჩეს იმ პირობით რომ ფულს თუ მოიტან ძმაო შენ ოფში აქში და იქ კი არა უბრალოდ ბიუჯეტში შემოიტანე რომ ხალხს დავეხმოთ, არა, ბიუჯეტში თუ შემოიტანე, არ გაგეშვები რა ძმაო. აი რამდენიმე დღე გააქვს, შეიძლება დღეს დაგიჭირო, შეიძლება ხვალ და ჯუანშერი ამბობდა რამდენიმე დღე ეგო ხაბეიშვილის ნარატივიაო, კაცო არავის არცად არ იბარებენო და აგერ ნარატივიდან მოვედით სიმართლემდე, ხო? ერთ რამესაც მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების მომხრეებს. ხალხო, ხო გესმით, ნახეთ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც აი ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდა ბანკშიც, მერე პარტიაშიც, არ ვიცი, მაისურების დაბეშტიდან დროშების გაგზელებული, ამას გრიგოლ ლილუაშვილი აკეთებდა. ანუ მასთან ერთად იბრძოდა. გომელაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდა, სულ მასთან მისი ერთგული იყო. ღარიბაშვილი, რომელიც არ ვიცი რა უნდა ეთქვა ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კაც სახეზე არ შეეზილა, ხო, არ წაესვა. ის კი არა, არ ვიცი რა, ყველაფერთვის მზად იყო, ხო, ისა რა ქვია, ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ეს ხალხი მოიშორა. ამ ხალხს კრა ხელი, ამ ხალხს იმეტებს ციხისთვის, ამ ხალხს იმეტებს მოსაკლავად, აი რიჟვაძის მაგალითი აიღეთ. აღაზევა მილიონერი გახადა, ხო, ასობით მილიონი იშოვა რიჟვაძემ და მერე კლავდა მის ოჯახს ემუქრება. ანუ ამით რისი თქვა მინდა, ნახეთ, თქვენ რიგითი კოცები ხო უნდა დაფიქრდეთ, ბიჭო, რომ შეგჭამთ ეს კაცი საკუთარი ინტერესების გამო. მას მხოლოდ პირადი ინტერესები აქვს. დღეს ვინ მართავს ხელისუფლებას? კობახიძემ, დინარაძემ, მიქანაძე, სად იყო ეს ხალხი? აი, წეღა რო ვლაპარაკობ, აი ძველ კოცებზე, ხო, რა ვიცი, მაგათმა მართლა იბრძოლეს ეხლა და ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგნენ. ესენი სად იყვნენ, ეს აი პატარა ბიჭები, ხელი. დინარაძე სად იყო? დინარაძე მაშინ წინა ხელისუფლების კარზე ცდილობდა დალაგებას და ადვოკატობდა და იქა იმის რა ქვია, ანუ ეს ხალხი არსაიდან, ნახეთ, ნამდვილი ერთგულები ვინც იყვნენ, იმათ რა უქნა ბიძინა ივანიშვილმა და თქვენ წარმოგიდგენიათ კობახიძემ, დინარაძე, მიქანაძე, ოხანაშვილს როგორ გადარეცხავს და იქ რაღაცა იმას კიდე შსს მინისტრია თუ ვიღაცა და იქ პროკურორი საერთოდ რა შეხება არ ქონია. ბიჭო, დღეს ხარ თანამდებობაზე, თორე ბიძინას პირობებშიც კი ეჭვმაქვს რომ თქვენ დიდხანს ვერ იქნები და მე ამიტომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებითაც მინდა პატარა ვისაუბრო, როგორ უნდა დავამხოთ ეს კრიმინალური რეჟიმი. თქვენ უბრალოდ აი რო დაარჩეს ბიძინა, თქვენ შეგჭამთ, თქვენს დაგიჭერთ, თავს მოგაკლევინებთ, ოჯახებში შემოგივარდებათ, დაკითხვებზე გატარებთ. აი იმედან რა ქვია კუჭიდან მანაწავს ამოგაჭრით ფულის გამო. ანუ ეს ხო უნდა მიხვდეთ, რომ ბიჭო, ნაღდი კოცები ვინც იყვნენ, ობერ კოცები, იმათი შეჭმა დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. და თქვენ დოქსოპოლოები დღეს რო გამოვიდა ის მაჭარაშვილია თუ მაჭავარიანი თუ რა გვარია ის ბიჭო. ახლა ფუფული მოიპარა, ახლა ეს ჩვენი გუნდელი არისო. აი შე დოქსოპოლო შენ. უბედურებო, ესე იგი ბიძინა თუ იტყვის რომ აი ეს ახლა უნდა დავიჭირო ამას ფული უნდა წავართო, ესენი ერთხმაში დადგებიან ეს დოქსოპოლოები და დაეწყობიან ერთნაირ კომენტარებს გააკეთებენ. აი რიჟვაძეზე არ იყოს ის უნდა ვთქვა ერთი თქვენ იმას ერთ სიუჟეტი იყო ნახე, ესე იგი მე რო ვთქვი რომ დინარაძე თურქეთში იყო მეთქი და დადასტურდა ეს ფაქტი. კი, თურქეთში იყო და ეხა იტყვის არა ვისვენებდი მე 2 დღე ჯერ აესვენინება კაცო და რა დროს დასვენება ქვეყანას რომ მიხედეს ეხლა. ლევან, რაღაც წარმოუდგენლად ისეთი სანდო წყარო ყავს მოკლედ. არა, ხო, თურქეთში იყო დადასტურდა ეს და მე ერთი ხოცი დეპუტატი ამბობს, კაცო, მე როც რომ მქონდეს საშუალებაო, სტამბულში ჩავიდოდიო და ნახავდიო რიჟვაძეს და თქვენ მამაცხონებულებო, აგერ იყო 2 ფეხის ნაბიჯი და არ მოგიკითხავთ. 2 დღე ეს კაცი აქ იყო სამავთყოფოსთან ერთი კაცი ვერ გაბედეთ და ვერ მიხვედით. დაშკოჩათ ივანიშვილმა და გითხრათ რომ გაჩუმდით ეხლა ხმა არ მოიღოთ იქ სამავთყოფოში, არავინ არ დაგინახოთ, კომენტარი არავინ არ გააკეთოთ, მისი ჯანმრთელობა არ მოიკითხოთ.
კარგი რა მართლა თქვენ უბედურებო რა დღეში ჩაქარათ ბიძინა ივანიშვილმა თუ ხედავ და მინდა პატარა ხაზს გავაგზელო ესე მარტივად არ დამთავრდება ანულა იქ ეს შიდა ბრძოლები და ომები მამუკა მდინარაძეს და კახი კალაძეს ხმალა მოგებული ბრძოლები აქვს იქით 800 მილიონი კალაძეს მისატანი აქით მამუკას მერობის კანდიდატობა თავად უნდა თავისკენ ქაჩავს საინტერესოა ხო ვინ გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში ერთი კვირა გადაუდო კალაძეს ეს რა ქვია გამერება ხო ესია ეხლა რავი და ერთ კვირაში იქნებაო ეხლა რაღაცა თლად ჭახეთ ვერ ლავე შიდა ომებია შიდა ბრძოლებია ოღონდ აი ფულისთვის თორე ხალხი კი არ აინტერესებს მისი ამომრჩეველიც აი მისი ამომრჩევლების ამდენიმეს ის ნახე რა ქვია სტატუსი და კომენტარი ჩო ხაბეიშუზე კი არ უნდა გაბრაზდეთ და ის რაღაცა გიჟები ვით რო ხარ და დორბლებს რო ყვით ჩაიხედეთ თქვენ გულში თქვენ რას გიშვებათ ბიძინა შეგჭამა თავისი შვილების შეჭმა დაიწყო ივანიშვილმა და მოიყვანა აბსოლუტურად გაუგებარი ხალხი რომელსაც არ უბრძოლია არასდროს მითხარით სად იყო კობახიძე 2012 წელს ივანიშვილის აი ხალხი რო იბრძოდა სად იყო დინარაძე სად იყო მიქანაძე აი ოხანაშვილი თუ გახსოვთ სად იყო ანუ ხვდებით რას გეუბნებით ბიძინა მე ხა ცდილობს რაღაცა ტყავი გამოიცოლოს იმათ ფული შეაწეროს ესე აი რომ გომელაუს რო გაწირავს ხარიბაშვილს რო გაჭირავს ჯუანშერს რო გაწირავს რიჟვაძეს ლილუაშვილს რო გაჭირავს ის ეხა წარმოგიდგენიათ რომ დღეს რომ მინისტრია ვიღაც არ მოადგილე როგორ გძინავთ უბედურებო თქვენთან ხო ბევრად მალე მოვიდა ბევრად მარტივად შეგჭამთ და ასევე მინდა ანუნა თუ მაგ დრო ერთი წამით გამოვეხმაურები იმას რა ქვია ინიციატივას რომელიც ესე იგი გავაჟღერე $200,000-თან დაკავშირებით გედედეს თანამშრომლობიდან გამოიწვევ. კი, ლევან, აუცილებლად კითხავ, მაგრამ მოდი ამოვწურო ჯერჯერობით ეს შიდა ამბები, ლევან. ჯუანშერ ბურჭულაძეც იყო რაღაცა ღარიბაშვილის კადრი. ხო, ეს რაც ხდება ახლა, ღარიბაშვილს უპირისპირდებიან ამით, რომ ეს რაღაცნაირად მის გარემოცვის თავს, იმიტომ თორნიკე რიჟვაძეც ხომ ვიცით და მართლაც გამბედაობა არ უნდა დაუკარგოთ ღარიბაშვილმა გაბედა, მე მგონი ერთადერთმა ეგრევე რამდენიმე საათში რომ მისულიყო და მოენახულებინა, ხომ თორნიკე იმიტომ რომ თვითონ თავადაც იგივე დღეშია. ნახე, ღარიბაშვილის დაკავება თუ უნდა ვიღაცას, მაგალითად და საქმის წაყენება და სახელმწიფოებრიულად. კაცო, ნამახვან ხესის შეჩერების გამო ხელი რომ მოაწერა, ჯერ ნებართვა გასცეს და მერე რომ გააუქმეს 430 მილიონი დოლარი იზარალა სახელმწიფო. $1.2 მილიონზე მეტი აზარალა ღარიბაშვილის ხელმოწერამ ჩვენი ქვეყანა. რა უნდა მის დაჭერას, კაცო, აგერ არის საქმე დოკუმენტი, მაგრამ დაკავებაში კი არ არის საქმე და რაღაცა სახელმწიფოებრიულად მნიშვნელოვან საქმეში. ბიძინასთვის ფულის მიტანაშია საქმე. თორე კიდევ 430 მილიონი დოლარი წააგო ღარიბაშვილის ხელმოწერით სახელმწიფო. ხალხმა ჩვენი შვილების გადასახდელი ხა მაყურებელი რომ მიყურებს იმათი გადასახდელია. უნდა იშრომონ გადასახადები შეაგროვონ, სადღაც გადასახადი მოიმატება, ესე იგი ხალხი იმას რა ქვია ზაფხულში ბავშვისთვის უკაცრავად მაგრამ ნაყინს ვერ ყიდულობს და ამათ $1.2 მილიონი უნდა გადავიხადოთ ჩვენ ესე იგი რა და უნდა დაჭერა რა უნდა დაჭერას მაგრამ აქ არის ფულის ამოღებაზე კი ჯუანშერ ბურჭულაძე ღარიბაშვილის გაგრძელება კი კორუმპირებულია კი ისის დაბარებული ყავდათ კი გუშინ დაკავებულიც ყავდათ ოღონდ ეხლა არის რომ ოფშიაკის ფულები უნდა ბიზნესს აინტერესებს ფული უნდა მომიტანოთ ის ფული რაც თქვენ იშოვეთ ეგ არის ჩემი ფული ჩემ პირობებში რაც იშოვეთ თქვენი არა ეხლა რომ გაუჭირდა მაფიას მე გამიჭირდა ივანიშვილს გაუჭირდა ამიტომ ეს ფულები დაყაჭეთ თორე ან მოგკლავთ ძმებო გესურით ან დინარაძეს მის კრიმინალურ ბანდას მოგიზავთ ან დაგაკავებთ რა პრობლემაა წახვალ ციხეში რას უშვები მე ჩემს შინაურებს შეხედეთ ბაჩიაშვილს ვაწამებ პირდაპირ მნიშვნელობით სიკვდილამდე მივიყვან რა ვიცი კბილებს დავაძრობ თითებს დავაჭრი თავს გაუხედქაო მისას როგორ ექცევა მახე კიდევ ამბობ მისას როგორ ექცევა ბაჩიაშვილს ამბობდა რომ ჩემი შვილობილიაო და ფულის გამო ლამის ესე იგი თითები დააჭრას ამ ადამიანს ხო ყველაფერს მზად არის კაცო სხვა ციხიდან გადმოუყვანა ესე იგი სხვა ციხეში ესე იგი შემოუსახლა ადამიანი და ყველელობამდე მიიყვან ყავდნენ კაცო ამ კაცს აწამებენ დაკეტილი სივრცეში აწამებენ ხო ეს ვიძინა ივანიშვილის გზავნილია ყველას ეს დაგემართება კაცო ჩემ შვილობილს რას უშვები თქვენ რას გიზავთ ეხა გეკა და ჯეკას დაინდობს და იმ პროკურორს და ფოხანაშვილს დაინდობს ფალო დაჭირდება კაი მართლა ეგრე ვიქრობთ კაცო ეს ხო შეუძლებელია ამიტომ ეს გაღრმავდება ეს შიდა დაპირისპირება შეუძლებელია ეს გაჩერდეს კი შემდეგი ვინ არის ლევან რიგში ამაზეც ხომ არ გაქვთ რაიმე არა თქვენ ხო ნახეთ მე მაგალითად თქვენ სიუჟეტსაც უყურე გომელაურის გენესტექციის უპროსმა როგორ მოხია რა ოღონდ ამენით უნდა ველაპარაკოთ მოხია ბიძინა ივანიშვილი ეხა ფიქრობ როგორ მოხია ამან კაცო როგორ ტო არა გვაქვს ჩვენ ძმაო ამის და ის არა ქვია დაწერილი იმ კაცმა რაღაცა თავს უშველა
ჯერთი ბოდიში მე არ მიყვარს ამ სიტყვების ხმარა, მაგრამ მათ მის ენაზე ველაპარაკები ბიზნესად. ხო გააბოზა ნახევარი მთავრობა. ერთად ვინც ისხდნენ, ესე იგი გახარიას წინამდე ხო ჩვენებებს აძლევინებენ რა. დაზვერვის სამსახურის უფროსი გაუგონარი კაცი ამბობს, რომ იქო რო ჩაიდგა საგუშაგო არ ვიციო, მაგას რა უნდა დაეზვერა ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რა ხდებოდა, მედიიდან გავიგეო, ხო? მინისტრები, რომლებმაც ბავშვები ერთმანეთი მოუნათლეს, ოჯახები, მეუღლეები და ესე ერთად ისვენებდნენ, მიიყვანა და ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევინებს. ეს ხო არის, ესე იგი ამას ხო ძალით აკეთებს, ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ყველას აჩვენებს რა დაბალი მორალის მქონე ადამიანები არიან. ყველა ერთმანეთზე აძლევს ჩვენებას. შემდეგი ვინ იქნება გომელაური? შემდეგი ვინ იქნება ლილუაშვილი? ეს ხალხი ჯერ ეს არამოწურულა ამ რიჟვაძის თემამ უბრალოდ შეანელა ეს პროცესი, რომ გაუსკდათ ეს თემა. თორე აგერ აგძელებენ ჯუანშერი აგერ რიგშია ფულს თუ არ მიიტანს მაგასაც დაერხება და კალაძეს უნდა ესმოდეს კალაძეს ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს ხელისუფლების ცვლილება ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს რომ სამართლებრივი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს და არა მაფიოზებმა და ყაჩაღებმა ან ასე ვთქვათ სროლები და ბესპრიზელში გული გარჩევები და არ მართლა ყაიბიდან კუჭის წვერიდან ამოუღონ ის ფული რაც მოპარული აქვს ძალიან ბევრი აქ კაკის მოპარული ჩემზე უკეთესად იცის ხო და ძალიან ძიმე მდგომარეობაშია ეგეც მისი გარემოცვაც და არ ვიცი ძალიან დიში და ომი აქვს ამ დღეებში გაირკვევა მამუკა მოიგებს თუ კალაძე კი ბატონო და ლევან გადავიდეთ იმ ნაწილზეც 4 ოქტომბრის ნაწილზე და შენ შეთავაზებაზე მაყურებელს მაინც წავუკითხავ ციტატას თქვენი მიმართვის მიუმართავ ძალობან უწყებებს განსაკუთრებით GDD-ს თანამშრომლებს ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში $200,000 მიიღებთ სხვა თანამშრომლებსაც ვინც სისტემას ამხელს უნდა მივცეთ ეს თანხაო ნამდვილად ძალიან ბევრი კრიტიკა მოჰყვა ლევან თქვენს შეთავაზებას ჩემთვისაც ცოტა უცნაურია გულწრფელად რომ გითხრა ვერ გავიგე ანუ ისიც ვერ გავიგე ანუ რატო უნდა გადავუხატო შარშან რომ მირტყამდა იმ ადამიანს რაღაცა ეხლა თანხა თან $200,000 უნდა მივცე რომ თურმე არ დამარტყა ამისთვის ვერ მოყვებით ამ ლოგიკაში თანხა საიდან მოგვაქვს ესეც მაინტერესებს და თუ ვაჭრობაზეა ბიზნეს უფრო მეტი ფული აქვს ხომ ლევანო უფრო მეც გადაუხდის იმისთვის რომ გაგულახოს ვიდრე თქვენ უხდით რომ არ გაგულახოს როგორც თქვენ მაღალი წარმოდგენის ხართ 2000 და 5000 ლარად აცემინებს ბიზნესმენში ჩვენ თავს ფულს არა გადაყვებას და თუ რამეს მიცემს მე ყანყრატოდან ამოუღებს აგერ ჯუანშერის და რიჟვაძის მაგალითი ნახეთ ეს ხალხი სულელი კი არ არის ეგენიც უყურებთ ბიზნესმენში მაღალი წარმოდგენის $9,000,000 ფაქტობრივად შენ თავაზობ ლევან არ ვცემოთ მაგიტო და კიდე მე ვარ მაღალი წარმოდგენის. საერთოდ არ არის, საერთოდ არ არის სასაცილო ეს საქმე. მე აბსოლუტურად სერიოზულად ვეუბნები ყველა GDD-ს თანამშრომელს, ვინც არ ესმის ქართველ ხალხს, ვინც გადმოვა ქართველი ხალხის მხარეს, გულისხმობ 4 ოქტომბერს, როცა 100,000-ობით ადამიანი შეიკრიბება რუსთაველზე და მოითხოვს კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, რომ გადაგვახიეს თავზე და რუსული მიმართულებით მივდივარ და ევროპული გზა გადაგვახიეს თავზე, არჩევნები რომ გააუქმეს, სახელმწიფო რომ გააუქმეს, აი კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ რო შევიკრიბებით და ბიძინეევანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან დამხობაც გადავწყვეტ, იარაღს ვინც არ მოიმარჯვებს და დავალებას რომ მიიღებს, რომ ესროლეთ, ის ხალხი გადმოვა ჩვენს მხარეს, დიახ, ჯილდოს სახით მიიღებს $200,000. ასევე ყველა მაღალჩინოსანი, ვინც წამების შესახებ, ანუ ამხელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, აქვს ჩანაწერები, სემის, არაადამიანური მოპყრობის სისხლის გუბეები რო დააყენეს მინივენებში ადამიანებს ვაწამებდნენ და სისხლში რო აცურავებდნენ ადამიანებს, ასობით ადამიანი რო დაასახიჭეს. ვინც ამ ვიდეოებს და ესე ვთქვათ მისცემს ხალხს დიახ, იმას ჯილდოს სახით $200,000 ექნება. მეცაც გეტყვით, აი, მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ მე ზუსტად ვიცი 9 ადამიანი, ვინ მონაწილეობდა ჩემს ფიზიკურ დაზიანებაში და ასე შემდეგ. მათაც ეხებათ, ვინც ქართველი ხალხის მხარეს გადმოვა, ვინც ქართველ ხალხს მიცემს შესაძლებლობას, რომ დაიბრუნოს ძალაუფლება, მე გეუბნებით, რომ ისინი ჯილდოს სახით მიიღებენ $200,000. მათ ჯერ კიდევ, აი, ნახეთ, ეხლა ჩვენ ვართ ისტორიულად და მე ფული საიდან მარტივ რაღმეს გეტყვით ფული საიდან. ვის ფულს უხდით? გეტყვით, აი ჯილდოს სახით სახელი, როგორც კი ეს ხალხი მიეხმარება ხალხს, მიეშველება, რომ ხელისუფლება ივანიშვილი ჩამოვაშოროს და კეთილსინდისიერების იმედი არ გვაქვს, მარტო იმის იმედი გაქვთ, რომ რაღაც ამ თანხაზე ესე ვთქვათ, მოიხიბლებიან ამ თანხით და ივანიშვილის ხილება მოუნდებათ? უნდა მოუნდეთ, აუცილებელია და ჯილდო არის ამისთვის აუცილებელი და უნდა გვესმოდეს ეს ფული საიდან მოვა. ეხლა თქვენ რომ ლაპარაკობთ მე და თქვენ და ელექტროენერგია ჭირდება ვიღაცას ტელევიზორი ვარ ჩართული, აი შუამავალი კომპანია არის უჩა მამაცაშვილის, რომელიც წლიდან წლამდე, ესე იგი, ჩვენ ადრე საქართველოს პირდაპირ ყიდულობდა ელექტროენერგიას, დღეს შუამავალი 2016 წლის შემდეგ გააჩინა უჩა მამაცაშვილმა და $100,000,000 პარავს ქართველ ხალხს. აი ნახეთ, კომპანია აი ასე გაქრება მეორე წამსვე. აი იქიდან ფული რაც დავრჩება ჩვენ
მზად ვართ, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის გადავიხადოთ. ამაში არანორმალური არაფერი არ არის. იგივე, აი მაგალითს გეტყვით მეორეს. ნახეთ, გავიგე, მეც მაქვს ლევან, კითხვა, მეც ხომ გავიგო, რომ იხსნი, ხომ უნდა გავიგო. ჩვენი ევროპული თქვენ, აი ხა რომ ამბობთ ის კომპანია გაქრება, ეს თანხა, აი თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას თუ ვისთან ათანხმებთ, ისე კითხებით. არა, ანუნა, თუ შეიძლება დამთავრებინე კაცო, ხო გინდა რომ აგიხსნა. ხალხი რომ დაიბრუნებს ძალაუფლებას რომ მოიცა, ხალხი ივანიშვილი რომ შეიცვლება, ეს მაფიოზური კორუფციული სქემა დარჩეს, უნდა? არ უნდა გაქრეს? კი, უნდა გაქრეს. ვინ იზამს ამას? ის ხალხი იზამს, ვინც დაიბრუნებს ხელისუფლებას. მე ვიქნები ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ამის მოთავე ვიქნები და ინიციატორი ვიქნები. აბა მოიცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ისევ ესე იგი მაფიოზური სქემა უნდა იყოს. რა იყო, ანუნა, რატო აღშფოთდი იმაზე, რომ აი ესე გაქრება. აი მე კიდე რა გაქრება გეტყვით. რკინიგზაში შუამავალი კომპანია რო გააჩინეს და $100 მილიონ შოულობდა გრიგოლ ლილუაშვილი და ვაჟიკიე. აი კომპანია გაქრება. რკინიგზაში რომ მიდიხარ და რაღაცა X თანხა ღირს სერვისი, უკვე გაყიდულია გეუბნებიან წადი ვაჟიკიასთან, ოღონდ ვაჟიკიასთან უკვე $20 მეტი ღირს. და წლიდან წლამდე ეს არის $300 მილიონ. აი სქემა, აი ასე გაქრება, ანუ აღარ იქნება. ხალხს ვერ მოპარავენ. რო ვეღარ მოპარავენ იქიდან 200,000 20 კაცი იქნება გედედიდან უნდა გადავიხადოთ 4 მილიონი. მოიცა არ ღირსო რომ არ მოკლან, რო არ გვესროლონ და ქართველი ხალხის მხარესო გადმოვიდნენ ეს ადამიანები, საქართველოს ევროპული მომავალი არ ღირსო ვაჟიკიე რო აღარ მოიპარავს ის ფული გედედეს თანამშრომელს მივცეთ. დიახ, მივცემ და წავახალისებთ ყველას, ვინც ამათ არ დაუდგება გვერდში და გადმოვა ხალხის მხარეს. უპირობოდ უნდა გესმოდეთ, უპირობოდ მოხდება ეს ამბავი, უპირობოდ მოხდება და აი ამ ინიციატივაში რამდენი მხარდამჭერი მეყოლება საზოგადოებაშიც, ხალხშიც და თუნდაც იმ ხალხშიც, მე ვინც ხვალზე კოალიციურ მთავრობას გააკეთებთ, აგერ განახებთ. არ ვიცი, ნახეთ ეს ინიციატივა სოციალურ ქსელში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს და საერთოდაც არ ფიქრობს ხალხი, რომ მოიცა არა, იმათ რატო უნდა მივცეთ? უნდა მივცეთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავიბრუნოთ, სამართალი დავაბრუნოთ. ქართველი ხალხი რო არ გაძარცონ, აი ამისთვის ჭირდება ჩვენ რომ იმათ უთხრათ რომ აი თქვენ თუ გუშინ მე მაგალითად ხო იარაღი აჩუქეს ვიღაცას ჩემი ცემის გამო ორ ადამიანს სახელით ვიცი გვარიც ვიცი ხო უკეთეს იარაღს ვაჩუქებ სიტყვას ვაძლევ თუ ქართველი სახელმწიფოს ხარეს დადგება ჩემზე კი არ არის აქ პირადად ლაპარაკი ან ვინმეზე ქართველი ხალხის ხარეს ვინც დადგება საქართველოს მოქალაქეს ვინც ხელს გაუმართავს აი ამის გამო მე მზად ვარ რომ კიდე უკეთეს ახალი იარაღს ვაჩუქებ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება ორჯერ უკეთეს ვაჩუქებ ამიტომ ჩვენ მე პირადი მაგალითად იქ რომ ვიღაცამ ეხა სახეწამართვა და თვალზე პრობლემა და თავზე პრობლემა ეს კი არ არის თავარი თავარია რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და ამისთვის ყველა უნდა იცოდეს რომ ყველა მაღალჩინოსანი ვინც ამ ხელს არ დაუდგება ამ კრიმინალურ რეჟიმს გვერდ და გადმოვა ხალხის მხარეს დიახ მიიღებს ჯილდოს აი რო აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი და რომ მოვიშორებთ ამ ხალხს და ეს 4 ოქტომბერს კიდე გავიმეორებ პაატა ბურჭულაძის ინიციატივა რუსთაველის გამზირის ინიციატივა ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ამას მხარს ეს ზეპარტიულია სულ ამბობ პაატა ბურჭულაძეზე მარტივი მიზეზის გამო ეს კაცი არის რომელიც საჯაროდ ამბობს არც პოლიტიკა უნდა არც პარტია უნდა არც ეხლა და არც მას შემდეგ რაც ივანიშვილს მოვიშორებთ და ამიტომ არის ხო მარტივია ეხლა ვიღაცა იმ პარტიასთან მე არ მინდა მოდი ესი არა და პაატა ბურჭულაძე არის ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანი რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთეს უკეთებია ხო ძალიან პატივსაცემიც ნამდვილად ხო რატო არ ვერ დაუჭიროთ მის ინიციატივას მხარი მე ვამბობ რომ 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ვემზადები თუ არა ამისთვის ვემზადებით ვაორგანიზებთ თუ არა ვაორგანიზებთ ჩვენ გვჭირდება 100,000-ობით ადამიანი ქუჩაში და აბსოლუტურად მშვიდობიანი ქართველ ხალხს აქვს უფლება იმის რომ 5 ოქტომბერს გავიღვიძოთ თავისუფალი ივანიშვილის გარეშე ქვეყანაში სადაც მამუკა მდინარაძის და კობახიძის კრიმინალურ ასე ვთქვათ წარსულს და ბედს მე გადაწყვეტ სამართლიანი სასამართლო. კი ბატონო ლევან ერთსაც კითხავ და დაგემშვიდობები. მითხარი რომ რაღაცაო დიდი წარმოდგენა ქონია ივანიშვილზე 5,000 ლარად ასრულებენ ივანიშვილის დავალებებსო და აი 200,000-ზე რატო შეჯერდით თქვენ რა საიდან მოიტანეთ ეს თანხა რატო არა 50 რატო არა 100 ან 10 თუ 5,000 ლარად რა ვიცი ასრულებენ ყველა დავალებას თქვენ პირდაპირ $200,000 რატო სთავაზობთ დიდი თანხა $200,000 და უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები რა ურჩევნიათ რომ 5,000 ლარა თავის თანამოქალაქეებს თავები გაუფეთქონ აწამონ და მე ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნონ ეს ვიდეოები და იმან ბედნიერად უყუროს ამას თუ $200,000 ისინი ცხოვრებასაც აიწყობენ კი საქართველოს მოქალაქეებიც აიწყობენ ცხოვრებას როგორც კი ივანიშვილი არ იქნება მოიცა თქვენ მართლა გეზედმეტებათ ევროპული მომავლისთვის აი ვაჟიკიამ რო 300 მილიონი რომ მიაგ ეხა ვაჟიკიას და იმ 300 მილიონიდან ვაჟიკიამ კი არ წაიღოს აი 20 გედედეს თანამშრომელმა რო წაიღოს რომელიც მოგვეხმარება ივანიშვილის მშვიდობიან დამხობაში თქვენ ზედმეტ გონიათ ეს აი მართლა მაინტერესებს ვაჟიკიამ რო არ წაიღოს უჩა მამაცაშვილმა რო არ წაიღოს გომელაურმა ლილუაშვილმა
ღარიბაშვილმა აი ამ ხალხმა რომ ფული წაიღო, მოპარა ქართულ ხალხს, იქიდან 2, 3, 4, გინდა 10 მილიონი იყოს. რომელიც ქართული ხალხის ევროპულ მომავალს მოხმარდება, მართლა ზედმეტი გონია. მე არ მგონია არა, ლევან, ზედმეტი არ მგონია, მე უბრალოდ რაღაცნაირად ესე ვთქვათ, მოსყიდულ ადამიანებზე არ ვარ ხოლმე დიდი წარმოდგენის ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გააკეთებენ კარგ რაღაცებს, რომ ფულს აიღებენ ამის სანაცვლოდ. მოიცა, აბა მაგათ ესეთ ადამიანებზე მაგარი წარმოდგენის, ლევან. თო ერთი თეთრიც არ მენანება ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის. ხო და ამიტომ არ გინდათ ეს საუბარი არის არასწორი. პირდაპირ გეუბნებით, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, თქვენ ეუბნებით, რომ არ გადმოხვიდეთ აქით. არ გადმოდგათ ხალხისკენ ნაბიჯი. არ მჭირდება შენაირი დამარტყი მესროლი, ამას ეუბნები ამნაირად და არ არის. მოდი სხვანაირად დაველაპარაკოთ ამ ხალხს. იქნება ამყვეთ ამაში, რომ სხვანაირად ვესაუბროთ ამ ადამიანს. მე ხო ვამბობ აგერ სახე წამართვეს ხო და მე მაგალითად პირადად მე ვინც დამესხა სხვაზე ხო არ ვლაპარაკობ. იმ 9-ს ვაპატიებ თუ ისინი ამათ წინააღმდეგ კომპრომატებსაც მოიტანენ და ყველაფერს. ზადვარ სამართლები უფასოდ გააკეთონ და რაღაცა გავთვალოთ კეთილსინდისიერ ადამიანებზე, მაინდამაინც ფული უნდა ვიხადოთ, რა ვიცი. ანუ ძალიან ეხა ისეთ რამეში შევდივართ, არ გვინდა მესმის თქვენ განსხვავებული პოზიცია, მაგრამ აბა დაფიქრდით თქვენ. მოდი ვესაუბროთ ამ ადამიანებს ამ ენაზე, რომ ისინი ჯილდოსაც მიიღებენ თუ ხალხს არ ესვრიან. მოდი აბა დამეხმარეთ ამ კამპანიაში და იქნებ GDD-ს 500 თანამშრომელი რო დადგება, იქიდან 50 მოუწევთ დაყაროს ის ფარი და იარაღი და თქვას რომ ქართველ ხალხს არ ვესვრი და იმ წამს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილი. აი იმ წამს დამთავრდა, უსო მორჩება უკვე. ხო და მოდი ამაში იქნებ ესე ვემუშაოთ ამ ადამიანებს. ხო სხვანაირადაც ვსადეთ, ხო არ გამოგვივიდა. მოდი ესეც ვსადოთ. ამიტომ იცით რა რაღაცაზე მესმის ეხა მასე ეხა ნორმალ შეიძლება ვიღაცა ფიქრობს ნორმალური ხარ ბიჭო რამის მოკლეს და ვის უნდა აპატიო მე მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის კაცო იმ ცხრავეს თქო კიდე გეუბნებით თუ ქვეყნისთვის ასიკეთოს გააკეთებენ თუ ხალხს აღარ ესვრიან თუ ძალადობრივ კომპრომატებს მოიტანენ კომპრომატი რას ნიშნავს ჩაიდინეს დანაშაული და მიაწვდიან ხალხს ამისთვის ღირს დამერწმუნეთ უკან დახევაც ამისთვის ღირს მათთვის ჯილდოს გადაცემას და ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად ღირს რომ იმის მამაცაშვილის და ვაჟიკიეს რაღაცა 5% რომელსაც იპარავენ ამ წლების განმავლობაში ხალხს გადაუხადოთ და ქვეყანა დავიბრუნოთ. მე მაგათმა იფიქრონ თავის მორალზე, თავის ადამიანობაზე, თავის კეთილსინდისიერებაზე და ყველაზე ახლა ბოდიში მაგათ იმაზე მე ვერ ვინერვიულებ, მაგრამ სიტყვა $200,000 მიიღებს ყველა მაღალჩინოსანი იქნება თუ დაბალჩინოსანი თუ რიგითი, ვინც ამ ხელს ხელისუფლებს, ზოგადად 4 ოქტომბრამდეა ლაპარაკი. და 4 ოქტომბერს ვინც გადმოვა ქართული ხალხის მხარეს და არ ესვრის ქართულ ხალხს, ვინც არ ჩაიდეს ამ უკანონობას. და 4 ოქტომბერი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის აღსასრული. ასე უყურებ, მივეხმაროთ ყველა ერთმანეთს, მესმის რომ თქვენ ასე უყურებთ, ვიღაცა ისე უყურებს, განა მე თქვენ ლოგიკებში რაღაცებში არ გამოყვებით, თუმცა ახლა საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. კი ბატონო